2026 წლის თებერვალში ილონ მასკმა 250 მილიარდი დოლარის ნაბიჯი გადადგა, რომელიც სამუდამოდ უნდა შეეცვალა მომავალი. SpaceX-ი შეერთა XAI-ს, რის შედეგადაც შეიქმნა 1,25 ტრილიონი დოლარის სუპერიმპერია. რაკეტები, სატელიტები და სუპერინტელექტი, ყველაფერი ერთ ჯერქვეშ. ეს დაუმარცხებლად გამოიყურებოდა, მაგრამ სულ რამდენიმე კვირაში კულისებში უცნაური მოვლენები დაიწყო. ელიტარული გუნდი, რომელიც ილონ მასკმა პირადად დააწყო, ჩუმად ერთის შემდეგ ერთი გაუჩინარდა. არც სათაურები, არც ახსნა. მარტისთვის ისინი ყველა წასულები იყვნენ. რას ნახეს მათ ისეთი, რამაც აიძულა ისინი დაეტოვებინათ დედამიწაზე ყველაზე ძლიერი კომპანია. მე ჯოში ვარ და დღევანდელ ეპიზოდში The Infographics Show-ზე აგიხსნით, რატომ არის ილონ მასკის 250 მილიარდი დოლარის ღირებულების AI იმპერია ცარიელი. თავი ერთი, ცრუ უპირატესობა. ყველა თავის ნაკლის მიუხედავად, ილონ მასკი ყოველთვის ამბიციური იყო. შეიძლება ზედმეტადაც კი. მთვარის ტურიზმი, მარსის კოლონიები, მფრინავი მანქანები, მაღალი სიჩქარის მიწისქვეშა გვირაბები. მან სამეცნიერო ფანტასტიკიდან პირდაპირ მომავალი დაგვირდა. ფანები მოხიბლულები იყვნენ და წარმოიდგენდნენ სამყაროს, რომელიც მისმა ხედვამ შეცვალა. ზოგიერთ მისი იდეა რეალობად იქცა, მაგრამ მისი ყველაზე თამამი დაპირებები ჯერ კიდევ მხოლოდ ოცნებად რჩება. თუმცა ყოველი მარცხი, ყოველი დაბკოლება მას არ აჩერებს. სინამდვილეში ეს მხოლოდ ზრდიდა მის თავდაჯერებულობას. ამიტომ, როდესაც 2023 წელს საკუთარი ხელოვნური ინტელექტის კომპანია XAI დაარსა, არ უნდოდა მისი კომპანია ინდუსტრიაში უბრალოდ კიდევ ერთი მოთამაშე ყოფილიყო. მას სურდა ლიდერი ყოფილიყო და მანქანური სწავლება ახალ სიმაღლეებზე აეყვანა. ამისთვის კი ინდუსტრიაში საუკეთესო ტექნიკა უნდა შეექმნა. სწორედ ამას შეუდგა. სამხრეთ მემფისის ერთ შეუმჩნევლ კუთხეში მდებარეობს გადაკეთებული ელექტროლუქსის ქარხანა. აქ მდებარეობს კოლოსუსი, მსოფლიოში ყველაზე დიდი სუპერკომპიუტერი, რომელიც შექმნილია XAI-ის, ჩატბოტის, გროკის და სხვა მოწინავე ხელოვნური ინტელექტის სისტემების სათვრნელად. მონაცემთა ცენტრის მოწყობას ჩვეულებრივ 4 წელი სჭირდება. მასკს ლოდინი არ სურდა. უთხრეს, რომ 2 წელიც შეიძლებოდა. ესეც ძალიან ნელა იყო. საბოლოოდ, მისმა გუნდმა კოლოსუსი სურარაც 122 დღეში ააშენა, რაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა. როდესაც კოლოსუსი ამუშავდა, ის უბრალოდ ძლიერი კი არ იყო, ნამდვილი მონსტრი აღმოჩნდა. ბოჭკოვანი ოპტიკის კილომეტრები, 200,000 GPU ჩიპებისა და სქემების ლაბირინთი, რომელიც მონაცემების გადასამუშავებლად და ყველაზე ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად იყო შექმნილი. და მას კი მაინც უკმაყოფილო იყო, მას მეტი სურდა. 9 მილიონი GPU, მილიონი. მას სურდა შეექმნა ყველაზე ძლიერი სუპერკომპიუტერი, რაც კი ოდესმე არსებობდა მსოფლიოში. და კოლოსუსი უბრალოდ ძლიერი კი არ არის, ის უზარმაზარია. მას აქვს საკუთარი ენერგოქსელი, ბატარეების ბლოკები და გაზის ტურბინები, რომლებიც 100 მეგავატს მოიხმას, მხოლოდ იმისთვის, რომ სისტემა მუშაობდეს. ასეთი მასშტაბის და ზომის სისტემა ძვირიჭდება. მხოლოდ აპარატურა დაახლოებით 7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. XAI გეგმავს კიდევ უფრო მეტი ჩიპის დამატებას, რაც დამატებით 10 მილიარდებს დაუმატებს, რომ აღარაფერი ვთქვათ კოლოსუსის უწყვეტი მუშაობის გიჟურ ხარჯებზე. მაგრამ როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ელონ მასკს საერთოდ არ აშფოთებს. მისი მიდგომა მარტივია. საკმარისი ჩიპები მიაწოდე კოლოსუსს და ის კონკურენტებს დაამარცხებს. OpenAI, DeepMind, Microsoft, ეს ყველაფერი XAI-ის ხელოვნური ინტელექტის სამყაროს მწვერვალზე აყენებს. ყოველი GPU, ყოველი დახარჯული დოლარი არის ფსონი საბოლოო AI იმპერიის შექმნაზე. მაგრამ ამაში ერთი ფუნდამენტური ნაკლია. მხოლოდ სილიკონი საკმარისი არ არის, რომ შექმნა მსოფლიოს საუკეთესო ხელოვნური ინტელექტი. ამისთვის ადამიანები გჭირდება. ადამიანის გონება, ინჟინრები, არქიტექტორები, დიზაინერები, დეველოპერები, გენიოსები, ისინი, ვინც ამ დაუმუშავებელ გამოთვლით ძალას მსოფლიო მნიშვნელობის ინოვაციებად აქცევენ. და სწორედ ამიტომ სხვა ხელოვნური ინტელექტის გიგანტები ყურადღებას ადამიანებზე ამახვილებენ და არა მხოლოდ ტექნიკაზე. ისინი ყველაზე ნათელ გონებებს ეძებენ, უზარმაზარ ხელფასებსა და ბენეფიტებს თავაზობენ, რათა საუკეთესო ტალანტი მიიზიდონ. თუნდაც ყველაზე ძლიერი სუპერკომპიუტერი უსარგებლოა იმ ადამიანების გარეშე, ვინც იცის როგორ აამუშაოს იგი. მათაც გააუმჯობესეს თავიანთი ტექნოლოგია, მაგრამ GPU-ებსა და პროცესორებზე ისე მთლიანად არ დაუდიათ ფსონი, როგორც მასკმა. XAI-მ სხვა გზა ეერჩია, ფული და GPU-ები, კოლოსუსის აშენებაში ჩადო, მაგრამ ვერ შეძლო იმ ბრწყინვალე გონების შენარჩუნება, რომლებმაც თავდაპირველად დაარსეს კომპანია. მათ გარეშე მთელი ეს ძალა არაფერს ნიშნავდა. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ მასკი ღიად იწონებს კოლოსუსის გამოთვლით ძალასა და რეკორდულ ტექნიკურ მახასიათებლებს, კულისებში სასტიკი რეალობაა. XAI-ს შეიძლება ყველა საჭირო აღჭურვილობა აქვს, მაგრამ არ იცის როგორ გამოიყენოს ის ეფექტურად და პირველი გამაფრთხილებელი ნიშნების გამოჩენას დიდი დრო არ დასჭიროებიაბია. თავი 2. რადიოაქტიური აღიარება. Grok დიდი ხმაურით გაეშვა და სწრაფად გახდა X პლატფორმის ძირითადი ფუნქცია, მაგრამ ახალი ვერსიების გამოშვებისას რაღაც ნათელი გახდა. ელონის საშიში ჭკვიანი AI ვერ ამართლებდა მოლოდინებს. ის არც კონკურენტებზე წინ იყო და არც ChatGPT-ს ან Google-ის Gemini-ს აჯობებდა მნიშვნელოვან ტესტებში. პირიქით. სინამდვილეში მრავალი ექსპერტის შედარებასა და ბენჩმარკის ანალიზში Grok მუდმივად ჩამორჩებოდა. მისი კონტენტის შექმნა სუსტი იყო, მოდელი ხშირად უშვებდა უფერულ და საბაზისო პასუხებს.
ეს ძალიან შორს იყო მისი კონკურენტების უფრო დახვეწილი და მაღალი ხარისხის კონტენტისგან. Crocs უჭირდა კონკურენტებთან ფეხის აწყობა კოდირების მხრივ, რაც მომხმარებლებს აღიზიანებდა. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ მას ჰქონდა შეცდომების უფრო მაღალი მაჩვენებელი, ხშირად ქმნიდა არასწორ ციტირებებს და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას. ეს ცუდი მოდელი არ იყო, მაგრამ ის არ იყო ის საბოლოო სიტყვა, რასაც ელონი ჰპირდებოდა ყველას. და შემდეგ მოხდა რაღაც ბევრად უფრო საკამათო. Crocs-მა თითქოს კონტროლი დაკარგა. 2025 წლის მაისში მან დაიწყო ტირადების მოყოლა სამხრეთ აფრიკაში თეთრკანიანთა გენოციდზე, მაშინაც კი როცა მას სრულიად სხვა თემებზე ეკითხებოდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ გავრცელდა ცნობებები, რომ Crocs-ი ადოლფ ჰიტლერს აქებდა და ანტისემიტურ შინაარსს ავრცელებდა. მან აგრესიულად დაიწყო სხვადასხვა მსოფლიო ლიდერის, მათ შორის პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის შეურაცხყოფა და გაავრცელა ცრუმტკიცებები ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ. 2025 წლის ბოლოსკენ ის კიდევ უფრო დიდ სკანდალში გაეხვა, როდესაც გაირკვა, რომ მისი გამოყენებით ქალებისა და გოგონების სექსუალების სექსუალური მინიშნებების შემცველი გამოსახულებები იქნებოდა. შორს იყო იმისგან, რომ მსოფლიოს წამყვანი ChatGPT-ის დამამარცხებელი გამხდარიყო. Crocs-ი სამართვინო ქაოსად იქცა და XAI-ის რამდენიმე თანადამფუძნებელი უკვე დატოვებული ყავდა კომპანიას. მაგრამ Elon Musk-ს მარცხის აღიარება არ შეეძლო. მას უნდა გაეგრძელებინა მამაცობის ჩვენება და ისე ემოქმედა თითქოს ეს ყველაფერი მისი გეგმის ნაწილი იყო, რათა პროექტში დაფინანსება შეუჩერებლად შემოსულიყო. 2026 წლის დასაწყისში Tesla-მ კომპანიის ნაღდი ფონდებიდან $2 მილიარდი პირდაპირ XAI-ში ჩადო. ორ თვეზე ნაკლებ დროში კი ნიღაბი საბოლოოდ ჩამოიხსნა. 2026 წლის 12 მარტს Musk-მა Twitter-ში დაწერა პოსტი და ბოლოს აღიარა თავისი ხელოვნური ინტელექტის საწარმოს რეალური მდგომარეობა. XAI თავიდან სწორად არ აშენდა, ამიტომ ეხლა საფუძვლებიდან თავიდან შენდება. კომპანიის დაარსებიდან თითქმის 3 წლის შემდეგ ამ გრანდიოზული პროექტის უკანასკნელმა კაცმა აღიარა, რომ ყველაფერი გაფუჭებული იყო. სრულიად უნდა გაეუქმებინათ. სულ რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც კომპანიას $250 მილიარდ აფასებდნენ, რათა ის SpaceX-თან გაერთიანებინათ. მისი ყველა პოზირებისა და განცხადების მიუხედავად მასმა მონაცემები ნახა. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ XAI-ის მოდელები ბევრად ჩამორჩებოდა OpenAI-სა და სხვა კომპანიების მოდელებს. მან უყურა, როგორ ჩავარდა მისი რეკლამირებული AI პროექტები, როგორიცაა Grokpedia, პირველივე ბარიერებზე ან ჩუმად გადადო გვერდზე. ამასობაში XAI-ის სულ უფრო მეტი წამყვანი სპეციალისტი ტოვებდა კომპანიას სხვა შესაძლებლობების საძიებლად და Musk-ის იმპერია შიგნიდან იწყებდა ბზარების გაჩენას. ეს მისმა თანადამფუძნებლებმაც დაინახეს. მათ ნახეს, როგორ საუბრობდა მათი მილიარდერი უფროსი უზარმაზარ გარღვევებსა და სრულიად ახალი დონის ტექნოლოგიებზე, რომლებიც ცივილიზაციას სრულიად ახალ ეპოქაში გადაიყვანდა. ეხლა კი აღიარებდა, რომ ყველაფერი გაფუჭებული იყო და თავიდან უნდა დაეწყო. ეს იყო ფეთქებადი აღიარება, რომელსაც მყისიერი შედეგები მოჰყვა. ხოლო ერთი დღის შემდეგ Musk-ის tweet-ის გამოქვეყნებიდან მისი დარჩენილი ორი თანადამფუძნებელი კომპანიიდან გადადგა. ისინი წავიდნენ და მათთან ერთად წავიდა მთელი ის ცოდნა და გამოცდილება, რაც XAI-ის მუშაობას უზრუნველყოფდა. XAI-ის გემი წყალს იღებდა და ეკიპაჟის დიდი ნაწილი უკვე მაშველ ნავებში იყო გადმოსული. შეიძლება XAI მარცხს განიცდის, მაგრამ ეს არხი არასდროს ითიშება, ასე რომ არ დაგავიწყდეთ მოწონება, გაზიარება და გამოწერა. თქვენ პირდაპირ წინარიგის ადგილი გაქვთ ქაოსის სანახავად, თან ისე რომ Crocs-ი არ გაწკენინებთ. Howie სამი ტალანტების მასობრივი გადინება. როდესაც მან XAI დაარსა 2023 წლის მარტში, Elon Musk-მა ეს სილიკონის ველის 11 ყველაზე გამორჩეულ გონებასთან ერთად გააკეთა. მაგრამ თვეებისა და წლების გასვლასთან ერთად იმ გამოცდილმა არქიტექტორებმა და ინჟინრებმა გადაწყვიტეს, რომ უკეთესი შესაძლებლობები სხვაგან იყო. Kyle Kosich პირველი წავიდა. მან XAI 2024 წელს დატოვა. თავდაპირველად ის Musk-ს OpenAI-დან შეუერთდა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი სახელია. როგორც ჩანს, Musk-მა Kosichi დაარწმუნა, რომ ის გამხდარიყო იმ საქმის ნაწილი, რომელსაც ის პირდებოდა, რომ OpenAI-ზე უკეთესი იქნებოდა. მაგრამ კომპანიაში გატარებული 1 წელი საკმარისი არ მოხდა Kosichi-ისთვის, რომ გადაწყვეტილება შეეცვალა. დაეტოვებინა XAI და დაბრუნებულიყო თავის ყოფილ დამსაქმებელთან. 2025 წელს კიდევ 2 თანამშრომელი წავიდა. თებერვალში Christian Saget'იმ, Google-ის ვეტერანმა, რომელმაც XAI-ის გუნდს უზარმაზარი ტექნიკური გამოცდილება და ექსპერტიზა შემატა, მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა კომპანია. შემდეგი ვინც წავიდა იყო იგორ ბაბუშკინი, რომელიც თავდაპირველად XAI-ში Google DeepMind-დან გადავიდა და კომპანიის მთავარი ინჟინერი იყო. მან აგვისტოში გამოაცხადა, რომ აპირებდა კომპანიის დატოვებას და გადაწყვიტა საკუთარი ვენჩურული ფირმის შექმნა. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. გადადგომები 2026 წელს კიდევ უფრო გაიზარდა. მათემატიკის გენიოსმა და Microsoft-ის ყოფილმა თანამშრომელმა Greg Young-მა იანვარში გაამჟავნა, რომ ჯანმრთელობის მიზეზების გამო თანამდებობას ტოვებდა. მომდევნო თვეში U-Haitoni Women's იგივე გააკეთა. Online პოსტით აცნობა თავის მიმდევრებს, რომ ტოვებდა კომპანიას და ახალ ეტაპს იწყებდა. XAI-ის ხელმძღვანელობის სტრუქტურაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ერთი დღის შემდეგ XAI-ის კიდევ ერთი დარტყმა მიადგა, როდესაც Jimmy Bo აგრეთვე გადადგა კომპანიიდან.
ხელოვნური ინტელექტის სექტორში ძალიან დიდი სახელია. მან თანაავტორობით დაწერა 2014 წლის ატომის ოპტიმიზაციის ნაშრომი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ისტორიაში მეორე ყველაზე ციტირებადი ნაშრომია და მასზე 100,000-ზე მეტი ციტატაა. მიუხედავად იმისა, რომ XAI-ის თანადამფუძნებლების წარსვლები მანამდე, როგორც ამბობდნენ, საკმაოდ მეგობრული იყო, ბას შემთხვევა განსხვავებული ჩანდა. მოხსენებებში ნათქვამი იყო, რომ მან კომპანია დატოვა მზარდი დაძაბულობის გამო, რაც გამოწვეული იყო მოთხოვნებით გაეუმჯობესებინათ გროკის მუშაობა. თებერვლის ბოლოს კიდევ ერთი წასვლა მოხდა. ტობი პოლანდმა თავის ყოფილ თანადამფუძნებლებს მიბაძა. მან Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ფაქტობრივად მადლობა გადაუხადა ილონ მასკს შესაძლებლობისთვის, თუმცა გაამხილა, რომ კომპანიას ტოვებდა. მოულოდნელად, მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა თავდაპირველი დამფუძნებლების გლების გუნდიდან. სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდებოდა. მარტის დასაწყისში ჟანგ დაი და გუოდონგ ჟანგი, რომლებიც ადრე Google Brains-ა და DeepMind-ში მუშაობდნენ, XAI-დან წავიდნენ. დაი ტექნიკური გუნდის ერთ-ერთი მთავარი წევრი იყო. ამბობდნენ, რომ ჟანგი პირდაპირ მასკს ექვემდებარებოდა და მას დაევალა კომპანიის ორი ყველაზე დიდი პროექტის, Grok Code-ისა და Grok Imagine-ის ხელმძღვანელობა. მარტის შუა რიცხვებში მხოლოდ Manuel Krauss და Ross Nordin-ი დარჩნენ, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო. მათი წასვლის მიზეზები ყველა არ გასაჯაროებულა, ან ნათლად ართქმულა. ამიტომ მხოლოდ ვივარაუდოთ შეგვიძლია, რატომ გადაწყვიტა ამ ადამიანებმა კომპანიის დატოვება. ზოგ შეიძლება სხვაგან უკეთესი შემოთავაზება ჰქონდა. ზოგი შეიძლება დაიღალა მასკის ლიდერობის სტილით და მისი დაპირებების შეუსრულებლობით. ზოგს უბრალოდ შეიძლება ეგონა, რომ კომპანიას ვეღარაფერს მისცემდა, ან მათი ნიჭი სხვაგან უკეთ გამოიყენებოდა. არ არის უჩვეულო, რომ ნიჭიერი ტექნოლოგიური პროფესიონალები დროთა განმავლობაში ერთი კომპანიიდან მეორეში გადადიან. მაგრამ იშვიათია, რომ თითქმის 12 სხვადასხვა თანადამფუძნებელი დატოვებს იმ კომპანიას, რომელიც თავად შექმნეს სულ რამდენიმე წლის წინ, მაშინ როცა კომპანიას თითქოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს მისაღწევი. და მიუხედავად იმისა, რომ Silicon Valley-ის ბევრი გამოჩეული გონებაა, ისეთი ადამიანები, როგორიცაა XAI-ის თანადამფუძნებლები, ადვილად შესაძლებლები არ არიან. ყოველ ჯერზე, როცა მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებდა კომპანიას, XAI-ის ოპერაციები ზიანდებოდა. ილონ მასკმა მოიყვანა შემცვლელები, მაგრამ როცა მაღალი დონის პროგრამისტი ან პროექტის ხელმძღვანელი მიდის, უბრალოდ ვერ ჩასვამ ვიღაც სხვას და ვერ გააკეთებ ისე თითქოს არაფერი მომხდარა. ისე მით ან მიაქვთ ნიჭი, კრეატიულობა და გამოცდილება. მათთან ერთად მიდის რესურსები, რომლებიც ვერ იხიდება. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ისინი გადამწყვეტ როლს თამაშობენ ხელოვნური ინტელექტის სფეროში ლიდერობისთვის ბრძოლაში. და სანამ ილონ მასკი Twitter-ზე წერდა, კიდევ უფრო მეტ დაპირებას იძლეოდა, რომელსაც ვერ შეასრულებდა და უყურებდა, როგორ გროვდებოდა გადადგომები, მისი კონკურენტები არ ნელდებოდნენ. თავი 4 ომი, რომელსაც მასკი ვერ მოიგებს. სანამ ილონ მასკის მოკავშირეები ტოვებდნენ მას, Tesla-ს ბოსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონკურენტი მოქმედებდა. მარკ ცუკერბერგი სთავაზობდა გასაოცარ $300 მილიონ კონტრაქტებს 4 წლის განმავლობაში, რათა ხელში ჩაეგდო ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის საუკეთესო და ყველაზე ნიჭიერი სპეციალისტები და მიიყვანა ისინი მის გუნდში, მეტაში. OpenAI-შიც და Google-შიც Sam Altman-ი და Jeff Dean-ი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მოეძებნათ ინჟინრები, დიზაინერები, მათემატიკოსები და კომპიუტერული მეცნიერები, რომლებიც მათ პროექტებს დიდებამდე მიიყვანენ. ამ კომპანიებში შემავალი ადამიანები არ თმობენ საკუთარ პრინციპებს და არც უბრალოდ ყველაზე დიდ ანაზღაურებას ეძებენ. ისინი სტაბილურობას ეძებენ. ისინი სურთ იყვნენ გრძელვადიანი პროექტების ნაწილი, რომლებსაც აქვთ მკაფიო მიზნები, ხედვა და სტრუქტურა და მუშაობენ პროექტის ხელმძღვანელების ქვეშ. ისინი ეძებენ ხელმძღვანელებს, რომლებიც იციან, როგორ დააბალანსონ ამბიცია და რეალიზმი. მასკს შეიძლება ჰყავდეს თავისი მსოფლიო დონის სუპერკომპიუტერი. მას ჯერ კიდევ შეუძლია იამაკოს იმ GPU-ების რაოდენობით, რომლებიც Grok-ს ამუშავებენ, ან იმ მეგავატების რაოდენობით, რომელსაც მისი AI მონაცემთა ცენტრები მოიხმარენ. მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ცოტას ნიშნავს, თუ არ ყავს ასევე მსოფლიო დონის ნიჭიერი ადამიანების გუნდი, რომელიც ყველაფერს მართავს. ამასობაში Google-ში, OpenAI-ში, Meta-ში და სხვაგან მრავალმხრივი სუპერგუნდები AI ინჟინრებისა და ინოვატორებისგან იკრიბება. ამავდროულად ინფრასტრუქტურა სტაბილურად უმჯობესდება. ASEAN-ში და ჩინეთშიც კი AI-ის კონკურენტები სწრაფად ეწევიან. ისინი აშენებენ მასიურ მონაცემთა ცენტრებს, ზრდიან თავიანთ გუნდებს და აუმჯობესებენ ტექნოლოგიას ჭკვიანურად და სტრატეგიულად. ამასობაში ილონ მასკი ისევ თავის Grok-ის მოჩვენებათა ქალაქშია გაჭედილი და უყურებს, როგორ აჩვენებს კონკურენციას ზუსტად როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. და ყოველი გასული დღით შანსები სულ უფრო და უფრო იმ კომპანიების სასარგებლოდ იზრდება. XAI-ის წარმატების შანსები მელნელა ქრება, რადგან ისეთი კომპანიები, როგორიცაა OpenAI და Google, ტალანტების საკითხში ხუმრობას არ აპირებენ. მათ ხავთ უზარმაზარი გუნდები, ათასობით დოქტორის ხარისხის მქონე სპეციალისტი, მილიარდობით $-ი ჩადებული კვლევასა და განვითარებაში. მათ მოაქვს წლების ერთობლივი გამოცდილება, შეუდარებელი პროფესიონალიზმი და ყველა ერთად მუშაობს საერთო მიზნების მისაღწევად. ამ კომპანიებს სჯერათ პროცესის. მათ იციან, რომ სიდიადეს ვერ დააჩქარებ და რომ ხანდახან საჭიროა ცოტა დრო და მოთმინება, რათა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გარღვევები მოხდეს. ისინი თავიანთ ხელოვნური ინტელექტის მოდელებს ეტაპობრივად ქმნიან, თანდათანობით აუმჯობესებენ და ნელა, მაგრამ დანამდვილებით წინაზე უკეთესი შედეგისკენ მიდიან. ილონ მასკის მცირე გუნდი და სწრაფად მოქმედების ყველაფრის დამსხვევის მიდგომა არასოდეს იქნებოდა საკმარისი ამის წინააღმდეგ კონკურენციისთვის.
მას ეგონა, რომ შეძლებდა სწრაფად მიეღწია მწვერვალამდე, თავისი უზარმაზარი ქონების გამოყენებით ძალით გაეხსნა გზა წარმატებისკენ და ეგონა, რომ მისი თანადამფუძნებლების გუნდი ბოლომდე ერთგული დარჩებოდა მიზნის. მაგრამ ასე არ მოხდა. ზოგიერთს სხვებზე ცოტა მეტი დრო დასჭირდა, მაგრამ FT2-ის მიყოლებით XAI-ის შემქმნელები დაიღალნენ და პროექტით იმედგაცრუებულნი გახდნენ. მათ დაკარგეს რწმენა ილონ მასკის მიმართ, დაკარგეს ნდობა გროკისადმი და დაკარგეს მოთმინება მთელი კომპანიის მიმართ. იცოდნენ, რომ მათი კარიერის თითოეული წელი ფასეულია, ამიტომ ყველა მიიღო გადაწყვეტილება სხვა შესაძლებლობების ძიებაზე, რითაც დაასუსტეს ილონ მასკის ტრაბახი იმის შესახებ, რომ XAI ინდუსტრიაში საუკეთესო სახელი. Tesla-ს ბოსის ილონ მასკის არასტაბილურმა ქცევამ ნამდვილად არ შეუწყო ხელი სიტუაციას. ილონ მასკი ცნობილია თავისი ჰიპერაგრესიული ვადებით, უკიდურესად მძიმე სამუშაო რეჟიმით, თითქმის შეუძლებელი მიზნებით და მუდმივად ცვალებადი მოთხოვნებით. ამგვარმა მიდგომამ შეიძლება Tesla-ში და გარკვეულწილად X-შიც კი გაამართლა მასკისთვის, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის კვლევა თავისი ბუნებით დროსა და მოთმინებას მოითხოვს. ეს არ არის ის რამ, რასაც მასკი თითის ერთი გაწკაპუნებით ან მეტი ფულის გადაკრით დააჩქარებს ან გადაწყვეტს. და როცა მუშაობ ადამიანებთან, რომლებიც თავიანთ სფეროში საუკეთესოები არიან, წარმოუდგენელი ინტელექტითა და გენიალური იდეებით, მათ უნდა მიეცეთ თავისუფლება, რომ თავიანთი უნარები საუკეთესოდ გამოიყენონ. გარედან მაინც ასე ჩანს, რომ მასკმა ეს ვერ შეძლო. ის არის ცარიელი ციხესიმაგრის მეფე, ჩაძირული გემის კაპიტანი, წარუმატებელი ბრენდის სახე. მისი ყველა უახლოესი თანამოაზრე მას უკვე დაშორდა. მიუხედავად იმისა, რომ XAI-ში რამდენიმე ახალი სახე გამოჩნდა, შეიძლება მხოლოდ დროის საკითხი იყოს, როდის მიყვებიან ისი თავიანთ წინამორბედებს და კომპანიას დატოვებენ. თუნდაც SpaceX-თან მეგა შერწყმის შემდეგ, XAI მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება თავის კონკურენტებს რეალური ადამიანური ტალანტის მხრივ. შეიძლება მას ჰქონდეს დაფინანსება, რომ კიდევ მრავალი წელი გადარჩეს და ტექნოლოგია რომ მომავალშიც ნაწილობრივ აქტუალური დარჩეს ამ სექტორში. მაგრამ მდგომარეობის შეცვლას და მთავარი კონკურენტებისთვის დაწევას ჰერკულესის ძალისხმევა დასჭირდება. ამის ნაცვლად უფრო სავარაუდოა, რომ OpenAI, Meta, Anthropic და სხვა კომპანიები წინ გაიჭრიან და მასკს კიდევ უფრო უკან ჩამოიტოვებენ. მასკს შეიძლება ფული, ტექნოლოგია და ამბიცია აქვს, მაგრამ ეს საკმარისია მდგომარეობის შესასრველად, თუ უკვე ძალიან ჩამორჩება. სრული ისტორიის სანახავად უყურეთ ელონ მასკის შესახებ მახინჯ სიმართლეს, ან დააწკაპუნეთ ამ ვიდეოზე.